მოგესალმებით, მეგობრებო. მასშტაბზე ვაგრძელებთ ცისა და მიწის მანდატს სურვილის ასრულების და მიზნების მიღწევის ტექნოლოგიები. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საინტერესო ტექნოლოგია, რომელიც პრაქტიკულია და ეფექტურია, შედეგიანია. 12 სურვილის ტექნოლოგია. წინასწარ საჭიროა ერთი საკითხი გავიაროთ. ცნობილია, რომ ჩაკრები საერთოდ არის ადამიანის ფსიქოცენტრები, ხო? ფსიქოენერგეტიკული ცენტრები. ეს ის ადგილები, ეს მონაკვეთები, სადაც ყველაზე მეტად კონცენტრირებულია ინფორმაცია, შესაბამისად ენერგია. ენერგია ინფორმაციის გარეშე არ არსებობს. ენერგიას მართავს ინფორმაცია. ჯერ ინფორმაცია და მერე არის ენერგია. ენერგიის მეშვეობით ინფორმაციის მართვა არ ხდება. პირიქით, ინფორმაცია მართავს ენერგიას. ვიდრე გადავალთ კონკრეტულად ამ 12 სურვილის ტექნიკაზე და ავხსნით ამას, ხო? ახლა მოკლედ გავიაროთ აი ამ ფსიქოცენტრების საჭიროება რაში არის ჩვენ შემთხვევაში, ხო? პრობლემები წყდება ყოფიერების დონეზე, ყოფიერების ტალღაზე. ყოფიერების ტალღაში ხდება პრობლემების გადაწყვეტა. ყოფიერებას ჩვენ მოკავშირდებით გულის ჩაკრიდან, გულის ჩაკრას, ანახატა ჩაკრის ზონიდან. სხვათა შორის ძალიან კარგი ტექნიკა მაქვს დადებული ქარიშხლების ვარდი, დავურთავ ამ ვიდეოს კომენტარებში ან აღწერაში. ყოფიერების ან ნაკადში შესასვლელად ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა ტიბეტური ტანტრის ტექნოლოგიების მიხედვით არის შედგენილი და სხვადასხვა სერიოზული ინფორმაციის მომცველი ტექნიკა. ისარგებლეთ, ვიხილეთ ეს ვიდეო, ქარიშხლების ვარდი. სურვილის ან მიზნის დასახვას და სურვილის ჩაფიქრებას და მიზნის დასახვას, მიზნებს ჩვენ ვისახავთ მე-6 ჩაკრის, ანუ აჯნა ჩაკრის მიდამოდან. ინერვაციულია ეს ფსიქოცენტრები, არის ინერვირებული, ინერვაციულია და შეერთებულია მხედველობის ზონასთან, ინტუიციასთან, ანალიტიკურ უნართან, კონცენტრაციასთან და ასე შემდეგ. ანუ აჯნა ჩაკრის ზონა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ სურვილი ჩავეფიქროთ, მიზანი დავისახოთ. მაგრამ ყოფიერებასთან კონტაქტს ვამყარებთ ანახატა ჩაკრის ზონიდან, ანუ გულის ტერმინიდან მიდამოდან ხდება ყოფიერებასთან დაკავშირება. ძირითადი საკითხები წყდება ყოფიერების დონეზე. პირობითად ახლა უბრალოდ მოკლედ აღნიშნავ, ესე იგი თუ კი ეს არის მაგალითად ანახატა ჩაკრა, მე-4 ჩაკრა. მე-4 ჩაკრა გულის ზონა, ხო? ზემოთ არის 1, 2, 3 ჩაკრა და ქვემოთ არის 1, 2, 3 ჩაკრა, ხო? პირობითად ის ენერგოველი, რომელიც ჩვენ აი გულიდან უნდა ვივარაუდოთ და დავინახოთ წარმოსახვეთი რო იყოს, საკრალურ გეომეტრიაზე ვსაუბრობთ. როგორ განლაგდება ჩვენს არაცნობიერში, იმაზე ვსაუბრობთ, ხო? ეს ენერგეტიკული ველი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მოკავშირდებით ყოფიერებას, გეომეტრიულად აი ესეთი ფორმით გამოიხატება. თუ კი იანის ენერგია ზემოდან მოდის და პირველ რიგში იწყებს, ესე იგი, მე-7 ჩაკრიდან მერე მე-6-ზე და ჩამოდის ქვემოთ და დაბლა მიწაში მიდის, და პირობითად აი აქედან თუ მოდის და დაბლა ჩამოედინება, ასევე ინის ენერგიაც ქვემოდან ზემოთ მოდის და ჯერ პირველ ჩაკრას უკავშირდება და შემდგომ მიდის ზევით, მაგრამ ცენტრალური ნაწილი უჭირავს გულის მიდამოს ანახატა ჩაკრას. უბრალოდ წარმოდგენა რო გქონდეს, როგორ უკავშირდებით ყოფიერებას, რისი მეშვეობით ხდება ტექნოლოგია ამ სურვილების გაცოცხლების. როგორ ხდება ჩვენი მიზნების დაკავშირება იმ ყოფიერების ტალღასთან. მე-4 რაღაც ადამიანი წარმოვიდგინოთ, რომელიც ცისა და მიწის მანდატით ფლობს. უფრო რთულად გამოიყურება, ვინაიდან ეს ამ ჩაკრების რკალების მოქმედებს, მაგრამ ეხლა ამ წუთას ეს ვჭირდება, ანუ შორიდან გლობალურად აი ესე გამოიყურება ეს მოცემულობა, ეს ტექნიკა, რაც ჩვენ წარმოსადგენად ვჭირდება. სურვილებს კი ვიფიქრებთ აი ამ ჩაკრაში, აი აქ ჩვენ აჯნაში, ანუ აი აქ რომელიც არის განლაგებული, მაგრამ ყოფიერებას ვესაუბრებით ანახატა ჩაკრის მიდამოდ. ეს მოკლედ იმაზე თუ საიდან ვიწყებთ და ახლა გადავიდეთ 12 სურვილის ტექნოლოგიაზე.
არსებობს ესეთი მოცემულობა, ეხლა მით უმეტეს თუ რაღაც ბიზნეს მიზანს ვისახავთ. ეს ყველაფერი ასევე მოქმედებს პირადი სურვილების და პირადი მიზნების ჩაფიქრების და დასახვისას და სურვილების ჩაფიქრების. წინააღმდეგობა ხდება. ხო, მით უმეტეს ბიზნეს სფეროში. კონკურენტული, მკაცრი კონკურენტული გარემოში უწევს არსებობა ბიზნეს, ხო? მით უმეტეს და როდესაც რაღაცას ვისახავთ მიზანს, ყველა ჩვენ დასახულ მიზანს თუ ჩაფიქრებულ სურვილს თუ ნაწარმოებ პროდუქციას და ასე შემდეგ, იქიდან ხდება ასეთ კონკურენტი და ანუ წარმოვიდგინოთ ის სიტუაცია, თუ კი კონკურენტები ძლიერები არიან და ეს შემხვედრი ვექტორები წევს უკან დაბრუნება, ანუ ხომ იცით კარმის კანონი მოქმედებს. ეს არ უნდა გვაუწყდეს სურვილების ჩაფიქრების. რას ნიშნავს კარმის კანონი? სურვილი, რომელიც არ სრულდება, ის ენერგია უბრუნდება ადამიანს. ამიტომ ცუდი სურვილების ჩაფიქრებას არავის ურჩევ. ეს ჩვეულებრივი მოცემულობა არის. კარმის კანონი ესე მოქმედებს. თუ კი გარღვევს ამ წინააღმდეგობას და ვექტორს, ხო? მაშინ ის მატერიალიზაცია ხდება. ახლა უნდა ვიმუშაოთ აი ამ მოცემულობაზე. არსებობს ესეთი 12 გნებავთ 12 ძირითადი მერიდიანის მიხედვით, გნებავთ 12 ვექტორი ავიღოთ, ანუ 12 მიმართულებით, 15 მეტიც შეიძლება, 13, 14, 15-იც შეიძლება, რომ ჩავიფიქროთ ერთდროულად, ანუ ერთ სურვილზე 12 მიმართულებით, 12 სურვილი, 12 სურვილად რო გავყოთ. ერთი ძირითადი სურვილი 12 სურვილად რო გავყოთ. მე ხა აი ამ ტექნიკას თავაზობ და როგორ გამოიყურება რა და რისთვის გჭირდება ეს. პირობითად რო ავიღოთ აი ესეთი ეს არის სურვილი და ესე იგი ერთი ეს არის ჩანაფიქრის გაძლიერების ეს თქვა ჩვენი პროექტის პროდუქტის, ჩვენი ნაბიჯების, ჩვენი სურვილების, ჩვენი მიზნების გამაძლიერებელი ტექნოლოგია. როგორ გავაკეთოთ ამ სურვილების ასე ვთქვათ ჰარმონიზაცია, რომ ერთ სურვილს შეესაბამებოდეს, ამას შემოგთავაზებთ. თქვენს ეცადეთ, თქვენს გააკეთოთ. ერთი ელემენტარულად უნდა ჩამოვწეროთ ეს, ხო? ეს ყველაფერი. ეს 12-ვე ნაბიჯი, 12 სურვილი უნდა ჩამოვწეროთ. ერთი მიზნის ირგვლივ ტრიალებდეს. და რა ხდება ახლა? ну მაგალითად ერთი მიზანი დაიწყო ერთმა მიზანმა განხორციელება შეხვდა წინააღმდეგობას და წამოვიდა უკან ხო ეს კი არსად არ მიდის ეს აი აქ გროვდება ეს ენერგია და უერთდება აძლიერებს მეორე მიზანს თქვათ ეს მეორე მიზანიც შეხვდა რაღაც წინააღმდეგობას და წამოვიდა და ეს ორივე ერთად ორივე ენერგია უერთდება მესამე მიზანს ხო მესამე მიზანი უკვე ძლიერია გასამაგებული სიძლიერით მიდის მესამე მიზანი და ეს უკვე არ ღვევს და სრულდება. ასები არის დანარჩენიც, ანუ რომელიც ვთქვათ არ სრულდება, უკან ბრუნდება და შემდგომ უერთდება, რომ ასე ვთქვათ დანარჩენ მიზნებს. ეს სიტყვით ერთი მეორეს აძლიერებს ამ ტექნიკის შესაძლებელია 12-ვე ერთად ასრულდეს და რა კარგია თუ არა და აუცილებლად სრულდება, ანუ გარდაუვალ სრულდება, იმიტომ რომ 12 ასე ვთქვათ ის მაგნიტური ველია თუ ის ეხლა ჩვენ მეტაფორულად საუბრობთ ხო ხდებით ამ ყველაფერზე ფსიქიკის გასაძლიერებელი ტექნიკა არის ეს საჭირო არის რომ ერთ სურვილს ერთ მიზანი გამაგრებული იყოს 12 მხრიდან ასე ვთქვათ მეტაფორულად ვამბობ ეს ყველაფერი ჩამოიწეროს და ჰარმონიული ბმა უნდა იყოს იმისთვის რომ არ ჩავარდეს ანუ სიცარიელი არ იყოს ნაბიჯებს შორის ასე ვთქვათ ჰარმონიულად უნდა იყოს გადაგმული ამას მე ამ ტექნიკასაც შემოგთავაზებ ჩემებურს მე მგონი მივხვდით რომ ისთვის არის ეს საჭირო ანუ რომელიც არ სრულდება ის ბრუნდება და შემდეგ აქ ხდება გარღვევა უკვე იმიტომ რომ ერთი მეორეს აძლიერებს რისთვის არის საჭირო რომ ხშირად გავიმეოროთ ხოლმე ამის კეთება თუმცა ყველა უნარი არის იმისთვის უბრალოდ იმ ტექნიკაზეა დამოკიდებული რამდენჯერაც ხშირად გავიმეორებთ ჩვენ ამის კეთებას მე უკვე დროთა განმავლობაში ხო ნებისმიერ თქვენს რაღაც წამოწყებას უკვე იწყებთ თქვა ერთხელ რომ გამოცდით რაღაც არ გამოვა მეორედ არ გამოვა მესამედ არ გამოვა და მაინც აგრძელებთ კეთებას ამ ტექნოლოგიების უკვე უნარის დონეზე გადადის და შესაძლებელია უკვე არც ჩამოწერა დაგჭირდეთ და არც რაღაც ამ ტექნიკების კეთება ამ ტექნიკის მუღამი იმაშია რომ ჩაფიქრება ხდება
აჯნა ჩაკრის გავარჯიშებით და უამრავი ვარჯიშებია ნახეთ როგორ უნდა განავითაროთ, ანუ ინტუიცია, ანალიტიკა, კონცენტრაცია, ხედვა, ეგრეთ ხედველობის ორგანოებთან არის დაკავშირებული და დანარჩენ აი იმ თვისებებთან ჩვენი გონების, რომელიც ახლა ჩამოვთვალეთ. სურვილის ჩაფიქრება თვითონ აი ამის ჩაფიქრება აქ ხდება და დაკავშირება ხდება უკვე ეს უნდა გადმოიტანოთ გონებრივად, ანუ წარმოსახვაში ეს დაყენებული მოდული ინფორმაციული გადმოიტანოთ აი ამ ენერგეტიკულ მიდამოში და აქედან უნდა გაუშვათ ოქროსფერი ტალღით. ვიცით, ყოფიერების ტალღა, ყოფიერება არის ოქროსფერი. ქარიშხლების ვარჯი ძალიან კარგი ტექნიკა მაქვს გადმოცემული, თუ როგორ გადავიდეთ, როგორ შეუერთდეთ ამ ტალღას, ყოფიერების ტალღას. ცისა და მიწის მანდატი ეძღვნება საერთოდ ყოფიერების ტალღას. ყოფიერების ტალღაზე გადასასვლელად ეს ამის ტექნოლოგიებია. პრობლემა წდება ყოფიერების დონეზე. სტრატეგიებიც კი, სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ინსაიტები, ხო, ყოფიერების დონეზე წდება. საერთოდ ეს არის ძალიან კარგი ფსიქოენერგეტიკული ვარჯიშები, რომელიც დაგეხმარებათ აქტივიზაცია მოახდინოთ თქვენი სურვილების და ჩანაფიქრების. გისურვებთ ბევრი სურვილის ასრულებას, წარმატებას და კეთილდღეობას. მადლობა ყურადღებისთვის.